სიტყვა, რომელიც გულიდან მოდის, ყოველთვის პოულობს გზას მკითხველის გულამდე. ჩვენი რესპონდენტი პოეტი ქალბატონი სწორედ ამ ძალის მატარებელია. მისი შემოქმედება სავსეა ადამიანური განცდებით, სიყვარულით, ტკივილითა და იმედით. დღეს ჩვენი მასპინძელი გაგვიზიარებს საკუთარ შემოქმედებით გამოცდილებას, პოეზიისადმი დამოკიდებულებასა და იმ გზას, რომელმაც დღევანდელობამდე მოიყვანა. მოგესალმებით ბაღდათიდან. დღეს ორგანიზაცია განვითარება და წინსვლა და მისი პროექტი გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული გაგაცნობთ პოეტს ქალბატონ ქეთი ქარციძეს. მოგზანდით. მოგესალმებით ქალბატონო ქეთი. მოგესალმებით. ბედნიერი იყოს ჩვენი ფეხი თქვენს ოჯახში. ნამდვილად. ქალბატონო ქეთი, ცხოვრობთ ამ ზღაპრულ გარემოში, სადაც აუცილებლად მოუნდება ადამიანს ლექსის დაწერა. როგორც კი შემოვაბიჯეთ თქვენთან, აი ეს ატმოსფერო უკვე ვიგრძენი. პოეტი ქალბატონის ცხოვრება როგორია? ჩვეულებრივი, არაფერი განსხვავებული, არანაირი პირიქით უფრო მეტი დატვირთული, უნდა ეცადო მოასწრო ცხოვრება. იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ რა ცხოვრება უნდა მოასწრო. ცხოვრება თუ გაგექცა ხელიდან, ვერც ლექს დაწერ, ვერც სახს ააშენებ, ვერც ხეს დარგავ და ვერაფერს ვერ გააკეთებ. ვცდილობ, რომ არ გამექცეს დრო ხელიდან. ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო და არის ბებო და დედა. ისეთ ბებიებთან ვიზრდებოდი, რომ არ შეიძლებოდა ლექსი თუ არა რაღაც ჩანახატი მაინც არ ჩაგეწერა. ხალხმა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, ცხოვრების წიგნი იცოდნენ ზეპირად და ვერც შესწორება შეიტანდი ამ წიგნში და ვერც ვერაფერს ჩაამატებდი. დღემდე მოვდივარ ასე, ამ ნაკვალევზე, შრომა, გარიჯა, სამწუხაროდ სიჩუმეც ბევრჯერ მიწევს, სიჩუმე უყვარს საერთოდ. ცხოვრებას არა ისეთი სიჩუმე, რომ ვინმე თქვას, რომ ისე კულტურული სიჩუმე. რაც შეეხება ლექსის წერას, მერეც რომ გავიზარდე სკოლაში ვიყავი, მთავრდებოდა. აი ეს პირველი ლექსი თუ გახსოვთ, კონკრეტულად რომელიც დაწერეთ? ზეპირად, რაც მშურს ამ ქვეყანაზე. თემა თუ გახსოვთ ზოგადად რა თემაზე? როგორ არ მახსოვს, იმიტომ რომ დედა მიბარებდა ყოველთვის რომ არ იტირო, იმიტომ რომ დედის კალთაზე ჩაესვიყავი სულ ყოველთვის და რომ დავბრუნდი სკოლიდან, პატარა ლექსად მოუყევი, რომ მე დღეს არ მიტირია და ვიყავი ჭკვიანი გოგო, მაგრამ აი ეხლა რომ გამოვიჩინო თავი და ვთქვა რომ მახსოვს, თქვა ასე არ მახსოვს. წერდი ბოლო ზარზე ჩანახატებს, ლექსებს, უძღვნიდი მეგობრებს და მე საკმაოდ პატარა გავთხოვდი. შევქმნი არაჩვეულებრივი ოჯახი და იყო ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოულოდნელობები, რამაც უფრო გაამძაფრა ჩემში წერის სურვილი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს უფრო მეტად აწერიებს ტკივილი. თქვენს პირველ ლექსზე საუბრობდით და ახსენეთ, რომ დედა გიბარებდათ, რომ არ გეტირათ. მოდი ბავშვობაში გადავინაცვლოთ. როგორი ბავშვი იყავით და რაზე ოცნებობდით? გიოცნებიათ თუ არა იმაზე, რომ ოდესმე გამხდარიყავით პოეტი? ეს საკმაოდ დიდი ამბავია, რაც წამოვიზარდე. ყოველთვის ჰქონდათ ეს აზრი, რომ ჰქონდა საკმაოდ ტკბილი ენა. და დედა ჩემი მეუბნებოდა, რომ აი ერთი ჭკვიანური რაღაც გავაკეთეო, შენ რომ დაიბადეო, ესე იგი ჩემ დროს ჭიპს რო ჭრიდნენ ბავშვებს, სადაც უნდა ემუშავათ, მიქონდათ და იქ ტოვებდნენ და წაუღიათ და საავადმყოფო სეზონში დაუტოვებიათ, რომ ამიდან კაი ექიმი გამოვაო და მე ეს ანეკდოტად ჩამოყალიბდა ცხოვრებაში მქონდა 20 წლიანი მძიმე ავადმყოფობის პერიოდით ურთულესი და ექიმი არა, მაგრამ ავადმყოფი გამოვედი ძვირფასით. რაც შეეხება წერა გამიჩნდა იმის შემდეგ, რაც რომ 6 თვე მიჯაჭვული ვიყავი საწოლზე და ჩემი ნატრა იყო ფანჯრიდან გამეხედა და დრო დამენახა. გაზაფხული შემოდგომა ზამთარი. ჩემთვის ეს იყო ურთულესი პერიოდი, მაგრამ თუ ოჯახი არ გიდგას გვერდში, ვერც ბედნიერებას შეირგებ და ვერც უბედურებას გადაიტან.
ხეთი ქარციძის მეუღლე, რომელიც ჩვენი მასპინძლის ლექსების პირველი შემფასებელი იყო 2 წლის წინ გარდაცვლილა. მეუღლის დაკარგვამ ქალბატონი ქეთის გულში დიდი ნაიარევი დატოვა. სიყვარულითა და პატივისცემით ჩვენმა რესპონდენტმა თავის მეუღლეს საუკუნის კაცი უწოდა. მე ჩემს მეუღლეს შევათქვი საუკუნის კაცი. თუ კი ვინმე არ უნდა წასულიყო ამ ცხოვრებიდან, არ უნდა წასულიყო ეს ადამიანი. მართლაც აი რო ვთქვი, რომ კაი ავადმყოფი გამოვედი თქო. იარ მახსოვს საავადმყოფოში გათენებული დილა, როცა ის თავქვეშ არ მიჩნდა. როცა ვეტყოდი თემური ბავშვები ცოდვები არიან, წადიცოდვა შენ ხარ. ყოველთვის ვცდილობ, აი ჩვენ შორის ეგი კაცის საქმე, ეს ქალის საქმე ეს არ იყო. ერთხელ ისიც უთხარი, რომ არ ვიცი რა გაუკეთე ღმერთს ასეთი, რომ შენ აგირჩია ჩემი ცხოვრებისთვის თქვა. კაცი რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი და საკმაოდ კარგი თანამშრომელი, იმას არ ეთაკილებოდა, სიგარეტის ნაწვავს ვერ ნახავდი ჩვენ ჭიშკართან და ხანდახან ვიცი გადასვლა, რომ ხო არ აგდია სადმე სიგარეტის ნაწვავი და ხო არ. აი მისთვის ოჯახი, შვილები, ცოლი, კეთილდღეობა შეეძლო თვითონ არ ეჭამა, წამალი არ დაელია და შენთვის ყველაფერი არ არსებულს გამოძებნიდა და გააკეთებდა, რომ შენ თავი ბედნიერად გეგრძნო და ვიცინი, მაგრამ ეს სიცილი არა. ძალიან რთულია შეგუება, მართალია ნაიარევად რჩება. თქვენ ახსენეთ, რომ 3 შვილი გყავთ. მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ. უფროსი შვილი გათხოვილია, მუშაობს სამედიცინო სფეროში, პლასტიკური ქირურგიის ცენტრში. ყავს 2 შვილი, 20 წლის და 16 წლის, არაჩვეულებრივი მეუღლე. მეორე ევროპაში არის, მესამე სახლში მყავს, 10 წლის შემდეგ გავაჩინეთ ბიჭისთვის და ესეც გოგო არის და მადლობა ღმერთს, რომ 10 ყოფილიყო ტყუპი და ყველა გოგო ყოფილიყო. ამ გადასახედიდან და ბავშვების ერთგულებიდან გამომდინარე არ უნდა უფრო გოგოები არიან. ჩემი მეუღლე მარტო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი არ იყო. ბოლო 27 წელი იყო ვარციხის აღკვეთილში რეინჯერი. და მთელი მისი ბოლო წლები ემსახურებოდა ბუნებას. და იმდენად უყვარდა, იმდენად ისა თავიდან რომ მომქონდა ყვავილები მეუბნებოდა რა ამბავია. მე თვითონ რო ნახავდა ტყეში რაიმეს, ნახეგი რა უცხოა და მოგიტანა. რაც შეეხება ყვავილების სიყვარულს. მე დილის 6 საათზე გამოვდივარ და პირველად საუბარს ვიწყებ ამათი და ვამბობ. არც ენას მიიტანებენ, არც მოგიტანებენ. გაიშლება, გიხარია. დაჭკნება და მოწყენილი ხარ, მაგრამ იცი რომ კიდე გაიშლება. ანუ თქვენ ხედავთ მაინც მომავლის იმედს. მაინც, აი ჩემთვის მომავლის იმედია, ბუნება და ყვავილი და ის რაც მიწიდან ამოდის. როგორც დავასვენით, თქვენი საუბრით ოპტიმისტი ადამიანი ბრძანდებით. კი. გითხარით რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მქონდა ძალიან რთული და ოთარ მარშავა, რომელიც არის წამყვანი ქირურგი, 3 თვის სიცოცხლე მითხრა. რო გამოვედი გარეთ, ბიზაშვილის მეუღლე მახვდა და მე ვთქარ მეტყობა რამე ისეთი რომ 3 თვეში უნდა მოვკვდეთ, ხო? მას შემდეგ 16 წელი გავიდა, 31 მაისს გავიდა 16 წელი. არაფრით არ მჯერა, რომ უნდა მოვკვდე. და ასეთი იოსებ ნონეშვილის ერთი ლექსი მეყვარს ასეთი. როცა მე მოვისმენ ბედის დაძახილს, სიკვდილის ლანგი და მადგება შავი კვერთხითა, გულის სიღრმეში ჩაგეზარდებით, როგორც ბალახი ჟამთასვლის, ქარმა ვერა მომგლიჯოს თქვენი მკერდიდან, კი არ მოვკვდები, მე უბრალოდ
გარდავიცვლები და ეს ჩემი სიტყვებია მე სიკვდილისთვის არ მიცხოვრია მე ვიცხოვრე და გარდავიცვლები სამწუხაროდ სულახლახან შემოქმედი, საზოგადო მოღვაწე, პოეტი, გერმანე საზანუელი გარდაიცვალა. ქეთი ქარციძე მიიჩნევს, რომ გერმანე საზანუელთან სამყაროს რეჟისორმა შეცდომა დაუშვა. ეროსი მანჯგალაძის გასვენებაზე წაიკითხა ლექსი მურმან ლებანიძემ და ასეთი სიტყვა წარმოთქვა. ჯერ ადრე იყო და ვინ მოგცა სიკვდილის ნება უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი რა უნდა გითხრას სხვის გაგება ერთგულებაზე როცა სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი გერმანე საზანუელთან სამყაროს რეჟისორი არ იყო სწორი ძალიან გულსაწყოტია რომ ასე ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანი ლექსით სავსე ადამიანი მე მგონი სხვა ადგილი ბატონ გერმანეს არც ქონდა სხეულში, ძარღვში, გულში. გამიჩნდა ერთი კითხვა, ცხოვრების წიგნს რომ წერდეთ, რას დაარქმევდით? რა მინდოდა და რა დამემართა. შეგიძლიათ ეს რო უფრო აგვიხსნა? აი ისე მაგალითად როგორც დედაჩემს უთოდი ექიმი და გამოვედი ალბათ შეიძლება მიფიქრია რომ აი ჩემი ცხოვრების წიგნს დავაწერდი სათაურად რა მინდოდა და რა დამემართა გამდელმა წლებმა ცხოვრებამ რა გასწავლათ რა იყო ის გაკვეთილი რაც ყველაზე კარგად აითვისეთ და ყველაზე კარგად დაგამახსოვრდათ. ცხოვრება იმდენად დიდი გაკვეთილი არ არის. მასწავლა ერთი რამ. ისეთი უბრალო უნდა იყო, რომ ელამის დედამიწა შეაზანზარო. შენი უბრალოებით და ადამიანობით. ვისწავლე ადამიანობა. ოღონდაც ვერ დავთმე ის, რომ თუ ადამიანიდან მეწყინა კოშკი რო ამიგოს მშულებაში მოახმაროს ღმერთმა. თუ მეკუთვნის მივიღებ და პასუხს ვაგებ ჩემ თავზე, მაგრამ როცა არ მეკუთვნის ვერ ვღებულობ. ვერ ვღებულობ ასეთ რაღაცებს და ასე რომ ცხოვრება მასალა მხოლოდ ადამიანობა. და დედაჩემაც იცოდა ჩემზე თქმა, რომ დედა ღორს ტალახში არ შევა. იცოდა რომ დაისწრები და იტყვიანშინზე რომ ვურივით იყო ამოხარკმული და საუკეთესო რჩევა. მეც ვცდილობ რომ არავის შევყვე იქ, სადაც ჩემი ადგილი არ არის. რას ურჩევდით ახალ თაობას? რას ურჩევდით ზოგადად ადამიანებს და თქვენს ქვეყანას რას უსურვებთ? დავიწყებ იქედან, რომ მე მიწვეული ვიყავი იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი. დამიჯერეთ, რომ ფიქრი მჭირდებოდა ბავშვების შეკითხვებზე და მიხაროდა თან. რა თქმა უნდა, არავის არ მოწონს, რომ ჩაიჭრება, მაგრამ მე მიხაროდა, რომ ჩავიჭერი 1-2 და იციან თქმა, უწიგნური თაობა არა. ბავშვები არიან ზეგანათლებულები. ოღონდაც ეს უნდა დამთავრდეს, რომ მშობელი ევროპაში შვილი, საქართველოში ბავშვები დედებთან უნდა გაიზარდოს და უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი, რომ დაკმაყოფილდეს ქართველი საქართველოში. ანუ იყოს შემოსავალი იმდენი, რომ შეძლოს შვილის რჩევა. აი რას ვამბობ. ვერ გავიგეთ დანაყრება წასულმა ხალხმა, მეც ვიყავი წასული. მაგრამ მეუღლემ რომ ითხრა მე და შენი ცხოვრება ასეც არ შეიძლება, მე მეორე კვირაში ავიღე ბილეთი და წამოვედი. მიუხედავად იმისა, ბევრი რამის საჭიროება იყო. და ნეტა მომცა საშუალება, რომ თქვენ იმ სოფელში წაგიყვანოთ, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. იქ ბუნება რაღაც საოცარი. რომელი სოფელია? ფერეთავანის რაიონი. აი ანა კალანდაძის ლექსი რო არის, ლამის სახში შემოიჭრას თუთავ. ლამის სახში შემოიჭრას მთები. აი ასეთი სურათია იქ და
იქ გაზრდილ ადამიანში არ შეიძლება რომ სხვა კოდი იდოს და მინდა რომ ის კოდი ყველა ქართველში ჩაიდოს. ქალბატონო ქეთი, მეგობრები რამდენად ხშირად გსტუმრობენ აქ? რომ არა მეგობრები, ბევრი რამე იქნებოდა სხვანაირად. ბაგნარია, სადმო? მოგძავდით. 60-ში ცოცხლები. დაგლოცოს უფალმა და სადაც გინდა. ნაცვალე მე ჩემი საყვარელი გოგოა ეს, ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი. ბედნიერება ამჭერს, ამ ფუნძეს სიხარული და რა ვიცი, სიყვარული. მეგობრებზე საუბრობდით და მეგობრები გესტუმრათ. მოგვიყევით თქვენი მეგობრობის შესახებ. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ხელოვანთა სახლში, რუის ფარმაში. დიდი ამბავია ის როგორ მოვხვდი და რა იყო მიზეზი და რაღაცა, მაგრამ ამათმა ოჯახმა მიმიღო ისე, როგორც უნდა მიიღო ადამიანი, რომელსაც ჭირდება ნუგეში და გვერდში დგომა. და იმე ისე შემიყვარდა ხის ხელოვანთა სახლი და ისე მიხარია იქ წასვლა, როგორც ბავშვს დედულეთში წასვლა. აი რო ვიცი რომ უნდა წავიდე იქ, ხო, ძალიან სხვანაირი განცდა მაქვს, სხვანაირი ხასიათი მაქვს იმ დღეს ვემზადები წინ დღით, მე იმ დღესაც და მყავს ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრებიც, მაგრამ მერე ვინც შევიძინე და ვინც მყავს მეგობრები ევროპაში, რომელიც თვალით არ ამყავს ნანახი და ალბათ მე ვერ შევძლებ რომ იმათ გავუკეთო ის, რასაც ისინი აკეთებენ. თამარა მელქაძე, ელზა თათვიძე, იზო გურეშიძე და ძალიან ბევრი სხვები კიდე. ჩემი ჭირის და ლხინის გამზიარებლები და ესენი, აი რომ მივდივარ ამათთან, ისეთი გარემოა, ოჯახური, თბილი, იქ არ არის შური, არ არის მტრობა. ერთხელ ასე ვთქვი, საიქიოში მივდივარ, თქო საიქიოშიც არ არის ურვა და სახო. რაც მეგობრები ჩემთვის თანაც საიმედო და სანდო მეგობრები. ქალბატონო დარეჯან, რას გვეტყვით ქალბატონ ქეთიძე? ქალბატონი ქეთი ქარჩიძე. ეს არის უაღრესად კეთილშობილი ადამიანი. სიკეთით სავსე, სიყვარულით სავსე. მან იცის მეგობრის ფასი, მან იცის წიგნის ფასი და ამავდროულად მიუნიჭიერესი ქალბატონი. მე ხელთ მაქვს წიგნი ანთოლოგია, რომლის რედაქტორი გახლავთ გუნას ხარაიშვილი და მე გუნას ხარაიშვილიდან ვიცი ასეთი რამ. ანთოლოგია, რომელიც იტევს 500-600-მდე ავტორს, შემიძლია ამაყად თქვა ამ ავტორთა შორის მესამე შეიძლება იყოს ქეთი ქართიძე. წარმოგიდგენიათ მისი ნიჭი, მისი დიდებული ადამიანობა, მისი მიღება, მისი გაცემა, მისი უზადო სიყვარული. მე არ ვიცი ამ ადამიანში ვხედავ ყველაფერს საუკეთესოს. მე ვიცი რომ ეს არის დიდებული ადამიანის ბატონი თემურის მეუღლე და ცალუღელაა დღეს, მაგრამ იმ ადამიანმა იმდენი სიყვარული დაუტოვა და იმდენი კარგი რამ დაუტოვა, რომ ის ადამიანი ცოცხალი არის და არც არასოდეს არ მოკვდება. ამიტომ ჩვენმა ქეთიმ უნდა იცოცხლოს ძალიან დიდხანს მის სახსენებლად და მისასვლელის სადიდებლად. ქალბატონ ქეთის შეუძლია ჭირშიც, ხინშიც
გვერდით დაგდომა. ჩვენ ლუის პარნასში გავუკეთეთ ქეთის მიწვევა და სხვათა შორის იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა, ყველაზე მეტად ტკიოდა. იმ დღეს გადაიგზრო თავზე შავი და წარსდგა ჩვენს წინაშე თავისი პოეზიით. მოგვაჯადოვა. აი, ყველანი მოგვაჯადოვა. თუ შეიძლება ითქვას ადამიანზე არის ქართველი ქალი, არის სიამაყით სავსე მისი შვილები ამისი სიდიადით, ეს გახლავთ ქეთი კაციც. ეხლა მინდა წაგიკითხოთ, ჯერ ერთი მადლობა მინდა უთხრა იმისთვის, რომ ასეთი კარგია და ასეთი გულუხვია და ასეთი სიყვარულით სავსეა ამისთვის. დიდი მადლობა უთხრა ჩემ მეგობარს, ჩვენ დიდ მეგობარს და პატივისცემ ყოველთვის და პატივისცემა არ გამოიხატება ჩემო ძვირფასებო, თქვენ უმცროსები ხართ და გეტყვით ამაყად. საჩუქრით პატივისცემა არ გამოიხატება. პატივისცემაა ის ადამიანი, როცა გაპასებს, როცა აბასებს, ღირსეულია და მისი ღირსების შეფასება შეგიძლია. წაგიკითხავთ ეხლა თუნებას მომცემთ დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. ქალბატონ ქეთის ლექს. ნებისმიერი სულერთია, ყველა ერთმანეთზე უკეთესებია, მაგრამ ასეთი შევარჩიე. ვინ მოერება ქვეყანას, სადაც წიგნი ითვლება ქალის სამზითლოდ, სადაც ვას თვლიან შვილივით ნაზარს ურსსაკმებლად და რწმენას კი სანთლად. ვინ დაგვამარცხებს დიდგორის და ბრძანისის პატრონს, მომკვდური მტერის გამარჯვება ვის გაუგია? ათასნაირი შურისა და დათმენის დროში სვეტი ცხოველი ქართველის გარდა ვისაუგია? ვინ დაგვაშენებს, ვინ თქვა შიში ქართული ჯიშის სააკაძებრო უშიშრად ანდო შაყაბას შვილი? იცოდა ერთ დღეს მიიღებდა პაატას ყუთით, მაგრამ ვერ ნახეს სააკაცე შიშით დაღლილი. ვინ მორევია ქართველს ისე ქართველის გარდა ერთიანობა იყო მუდამ მტრის დამარცხება. იმ ბრძოლის ველზე, სადაც მეფე იყო სიკვდილი ერთხმათისმოდა, ან სიკვდილი ან გამარჯვება. ხვდებოდნენ, მაგრამ სიკვდილის წინ იბადებოდნენ. ერთ ის სანაცვლოდ ლომებივით სამასი გმირი. რა ძლიერი ხარ ქვეყანავ ჩემო, ფეხსეთ გახარდა არასდროს ტირი. აი, მარტო ეს სიტყვები გეტყვის ყველაფერს, ვინ არის და როგორია ამ სტროფების და ამ სტრიქონების დამწერი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ქალბატონი ქეთი გახლავთ, ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომლის დამფუძნებელი და ანთოლოგიისა და ათინათის რედაქტორი გახლავთ, ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი, ქალი, რომელიც არის ჩვენი დედა. დედას ვეძახ. გულნაზი ზის ისეთი დიდი ტკივილი, რასაც შვილის სიმწარე ქვია, ყველა დედა დაიფაროს ღმერთმა, მაგრამ ის ჩვენ არასოდეს არ გვაგრძნობინებს, რომ მას დიდი ტკივილი ტკივა. მადლობა კეთი. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ქალბატონო ქეთი, თქვენ რას გვეტყვით? როგორი მეგობარია ქალბატონი აუცილებლად, რა თქმა უნდა, საქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მეც რაც გავიცანი ჩემი საყვარელი ქეთი ქარციცე. უპირველესად, პირველი დღე, როცა მე ქეთი პირველად ნახე და გავიცანი, ეს იყო ლუის პარნასში, ხელოვანთა ძაღლში, რომლის დამაარსებელი ლუიზა ბეჭვაია, იქ იყო ქალბატონ ქეთის საღამო და იქ გავიცანი პირველად. ეს ის პერიოდი იყო, როცა ძალიან ტყივნეული იყო მისთვის თუნდაც იმ დღის მოსვლა და ამ საღამოზე დასწრება. ჩვენ ისე სულგანაბული ვუსმენდით სუყელა და მისი პოეზია მოვისმინეთ. ყველა ადამიანი შენ სულში ვერ შემოვა. ყველა ადამიანს სულში ვერ ჩაიხუტებ და ვერ დარჩება. ნუ არის ცხოვრებაში ისეთი რაღაც, რომ ადამიანები მოდიან და მიდიან, მაგრამ ყველა ადამიანი თავისებურ პასტოებს ჩვენ ცხოვრებაში. ერთ-ერთი ეს ლამაზი ქალბატონი, ჩემი საყვარელი ქალბატონი ქეთი ქარციცე, რომ შემოვიდა იმ დღეს და შემოვიდა ჩემს სულში, ისე როგორ აი ჩემს სულში ისე დარჩა და დღემდე ჩვენ ასე მოვყვებით და ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ მან ის ერთი მოსვლით არ ამოწურა და მას შემდეგ
ჩვენთან ერთად ჩვენს გვერდშია ყველა საღამოს და ჩვენ ყველას გვასწრებს და მე ისიც კი არ ვიცოდი რომ ასე შორს ცხოვრობ და თურმე მე რატო ვაც მეგონა რომ სადაც ლუის პანასი ესე იგი პირველად ახარ დღეს სტუმრად. პირველად ავარ დებიუტი მაქვს ალბათ ჩემი მეგობართან მე პატარა ლექს წავიკითხა უბრალოდ მეგობრებაზე რადგან სამი მეგობარი ვზივართ ეხლა ჩვენ სამივე თითქმის ყველგან ერთად ვართ ჯუმბელეჟავას აკადემიაში ლუის პანასში მარკში თუ სადაც რა ხდება პოეტურ სამყაროში ჩვენ პოეზიამ დაგავკავშირა ერთმანეთს და გვიყვარს პოეტები ვართ რა ასე რომ ვთქვათ და ჩვენ ლექსებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ვეფერებით ერთმანეთს და გვიხარია ჩვენი ერთმანეთის წინსვლა და წინ წადგმული ნაბიჯები პოეტობა ხა ცოტა დიდი სიტყვა მოგლოთ მაგრამ ნუ ზოგადად ასე ქვია მაინც ხო შემოქმედი ადამიანები ვართ და ესაა რომ ყოველი წუთი და ყოველი ნაბიჯი ჩვენი ერთმანეთის სიხარულია და ჩვენი სამი მეგობარი ვართ ახლა ამ წუთში აქ და ეს პატარა ლექს ვიტყვი რომ უმეგობრობა შეგვიშფოთებს სული სამყაროს და სულიერი სიღატაკის მიგცემს ქარიშხალს ქვეყნად ვერ ვნახავთ მეგობარზე მეც სათაყვანოს უმეგობრობა ცხოვრებისგან განზე გაგვიყავს და მე ვიტყვი რომ არ მომშროდეთ ჩემი მეგობრები არასოდეს არ მომშროდეთ ერთმანეთს და ნამდვილად ის მეგობრობა რაც ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ რაც ჩვენ ერთმანეთში დავინახე არის მარადიული მჯერა იმიტომ რომ მეგობრობის გარდა არაფერი არ არის მარადიული ამ ქვეყანაზე და სანამ იქნები ერთმანეთის სიყვარული და მოფერების მეტი მე მგონი არც არაფერია საჭირო რადგან ლექსი ისედაც გვაფერადებს და ისედაც გვიამაზებს სიცოცხლეს ჩვენი გადამრჩენელი და ჩვენი ყველა ტკივილის მანუგეშებელი არის ჩვენი პოეზია მადლობა თქვენ შეხვედრისათვის და ძალიან მიხარია რომ აქ ასეთ სამყაროში მოვხდი ასეთ შეხვედრაზე მოვხდი და ძალიან ბედნიერია რომ ნამდვილად არის ეს ქალბატონი ამ დღის სახსოვარის მიზეზი ნამდვილად მიხარია რომ დღევანდელ ასეთ დღის შესანიშნავ დღეს თქვენთან ერთად მეც ვესწრები და ვიზიარებ ამ სიხარულს მადლობა საინტერესო საუბრისთვის მადლობა რომ გავვილამაზეთ დღევანდელი დღე და ქალბატონ ქეთისთან საუბარი გაალამაზეთ ძალიან. დიდი მადლობა თქვენც რომ ასეთ კარგ დროს შეარჩიეთ ასეთი როცა ყველაფერი ყვავის და მადლობა თქვენ რომ იმსახურებით პირნათლად და აი ისე როგორც ლუიზა ბეჭვაია გვემსახურება ჩვენ. დიდი მადლობა. აი ასე ერთგულად და პირიქით რომ უნდა რომ გვასიამოვნოს და გაგვახაროს. ასევე თქვენც და ბედნიერი ვარ რომ მაქვს ბედნიერება წილად რომ ხედავდეთ და ჩემ ოჯახში იყოთ. დიდი მადლობა. დიდი ბედნიერება ასეთი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა როგორიც არის ჩვენი ქეთი გაწიცი ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ